Ყველა ფიქრობს, რომ უორენ ბაფეტი Apple-ს ყიდის, რათა თავიდან აიცილოს კაპიტალის მოგების გადასახადის 21%-იანი ზრდა. მაგრამ ეს მისი წარსულისთვის არ არის დამახასიათებელი. ბაფეტი ყოველთვის იყო გრძელვადიანი ინვესტორი. ის პანიკაში არ ყიდის. სვარამე ამის მიზეზი. ის აგროვებს ნაღდ ფულს და მასიურად გადადის მოკლევადიან აშეტეშისის სახაზინო ვალდებულებებში, რაც იშვიათად გვინახავს მის პორტფელში. ესეთი ნაბიჯი როგორც წესი მაშინ ჩნდება, როცა ეკონომიკაში ბზარები ჩნდება მანამდე, სანამ ისინი თვალსაჩინო გახდება. როცა ბაფეტი აღარ ინარჩუნებს პოზიციებს, ის არ რეაგირებს სათაურებზე. ის რეაგირებს იმაზე, რაც შემდეგ მოხდება. 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს უორენ ბაფეტის ჰოლდინგური კომპანია Berkshire Hathaway რეკორდულ რაოდენობის ნარდ ფულს ფლობდა. ეს მაჩვენებელი 397.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. არც აქციები, არც ბიზნესი, უბრალოდ ნაღდი ფული. და სახელმწიფო ობლიგაციები, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ, უბრალოდ ელოდნენ. მასშტაბის გასაგებად ეს თანხა აღემატება ისეთი ქვეყნების წლიურ წარმოებას, როგორიცაა ფინეთი, პორტუგალია ან ჩილე. თავისთავად ის ბევრ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიას უტოლდება. და ეს თანხა მოულოდნელად არ გაჩენილა. 2023-დან 2024 წლამდე Berkshire-მა წმინდად 172.9 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა, საიდანაც დაახლოებით 134 მილიარდი დოლარი მხოლოდ 2024 წელს გაყიდეს. ეს იყო კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი გაყიდვა. მაშინ როცა ბაზრები რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევდნენ, ბაფეტი საპირისპიროს აკეთებდა. ის კვარტალიდან კვარტალამდე ყიდა 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ კიდევ წმინდად 8.1 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა. 2022 წლის დათვის ბაზრის შემდეგ მომდევნო 2 წელი საშიში არ უნდა ყოფილიყო. 2023 და 2024 წლები ამერიკის შეერთებული შტატების აქციებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წლად იქცა. ბაზრები გაიზარდა, პორტფელები აღდგა და ბევრი ადამიანისთვის ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ერთადერთი შეცდომა ბაზრის გარეთ ყოფნა იყო. და სწორედ ამ დროს ბაფეტმა რეზერვი გაზარდა. რვი გაზარდა. მისი ნაღდი ფული ორჯერ მეწე გაიზარდა. ხალხს ყურადღება უნდა მიექცია. ყველა ბიზნეს შოუ ტელევიზიაში ამას ჭკვიან საგადასახადო დაგეგმას უწოდებს. ფრთხილი ადამიანი ამცირებს თავის საგადასახადო ვალდებულებას, სანამ გადასახადები გაიზრდება, მაგრამ ეს ბაფეტის წარსულს ეწინააღმდეგება. 1986 წელს კორპორატიული გადასახადის განაკვეთი 28%-დან 34%-მდე უნდა გაზრდილიყო. ეს მასობრივ გაყიდვას გამოიწვევდა თუ გადასახადები ოდესმე განსაზღვრავდა მის არჩევას. ამის ნაცვლად, მან თავისი ძირითადი აქტივები უცვლელად დატოვა. 60 წლის განმავლობაში ის სიმდიდრეს აგროვებდა უმოქმედობით. საგადასახადო წესებს არასდროს გადაუწყვეტინებიათ მისთვის იმ აქციების გაყიდვა, რომელთაც ის ენდობოდა. ბაფეტს უთქვამს, რომ მისი საყვარელი ფლობის პერიოდი სამუდამოა. საუკეთესო დრო შესანიშნავი ბიზნესის გასაყიდად თითქმის არასდროს დგება. ამის დასტურია Coca-Cola. ის 10 წლეულებია ფლობს მას. გადალახა როგორც აღმავლობები, ისე ვარდნები. მას არასდროს გაუყიდია ეს აქციები. არც კი იმისთვის, რომ გადასახადებისთვის აერიდებინა თავი. ანუ უნდა ვირწმუნოთ, რომ მან Apple-ის აქციები მხოლოდ იმისთვის გაყიდა, რომ გადასახადებზე რამდენიმე ცენტი დაეზოგა. ბაფეტმა უბრალოდ პორტფელი აშიამცირა. მან Apple-ში თავისი წილი თითქმის Berkshire-ის აქციების ნახევრიდან დაახლოებით მეხუთედამდე შეამცირა. შემდეგ კი კიდევ უფრო გასაოცარი რამ გააკეთა. 2026 წლის 1 იანვარს მან Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და ყოველდღიური მართვა Greg Abel-ს გადააბარა. თავად კი თავმჯდომარედ დარჩა. დრო ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნაღდი ფულის რეზერვი უკვე დაგროვებული იყო და ძირითადი გაყიდვებიც ტრანზიციამდე მოხდა. ხოლო Abel-ის პირველი ნაბიჯი როგორც ახალი ხელმძღვანელისა იყო ის, რომ გაყიდვები გააგრძელა. არაფერი შეცვლილა. რას ხედავს ბაფეტი ჰორიზონტზე, რასაც დანარჩენები ვერ ხედავთ? ბაფეტის კარიერაში მხოლოდ რამდენიმე მომენტი იყო, როცა მან აქციებიდან თითქმის მთლიანად უკან დაიხია. ერთ-ერთი ასეთი იყო 1979 წელი. ბაზრებს ის აქციები აცხელებდა, რომლებსაც მოგვიანებით Nifty 50 უწოდეს. ესენი იყვნენ ისეთი პოპულარული კომპანიები, როგორიცაა Polaroid, Xerox და Avon, რომლებსაც ინვესტორები გარანტირებულ გამარჯვებულებად მიიჩნევდნენ. ბაფეტმა მთლიან სურათს შეხედა და გადაწყვიტა, რომ აღარაფერი ღირდა შესაძენად. ამიტომ მან წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა. დახურა თავისი საინვესტიციო პარტნიორობა და ფული თავის ინვესტორებს დაუბრუნა. უბრალოდ გვერდზე გადგა. რასაც შემდეგ ჰქონდა ადგილი, მის სისწორეს ადასტურებდა. 1973 წლისთვის ეს ბუშტი გასკდა და სასტიკმა დათვის ბაზარმა წლების მოგება გაანადგურა. დიდი სახელები განადგურდა. Polaroid თავის პიკთან შედარებით დაახლოებით 91%-ით დაეცა. Avon დაახლოებით 86%-ით დაეცა, ხოლო Xerox თითქმის 71%-ით შემცირდა. ეს კომპანიები არც უცნობი და არც დაბალი ხარისხის იყვნენ. ისინი იმ დროის ბაზრის ყველაზე პატივსაცემი სახელები იყვნენ. შესანიშნავი კომპანია არ ნიშნავს შესანიშნავ აქციას. ბაფეტმა ეს სხვებზე ბევრად ადრე გააცნობიერა. 30 წლის შემდეგ მან იგივე რაღაცის უფრო რბილი ვერსია გააკეთა. 1999 წელს dot-com-ის მანიამ პიკს მიაღწია. კომპანიებს, რომლებსაც მოგება არ ჰქონდათ, მილიარდებად აფასებდნენ. Petscom-ი ყველასთვის ცნობილი გახდა უფრო თავისი რეკლამებით, ვიდრე ბიზნეს მოდელით. სანამ ბაზარი ახალ ეპოქას ზეიმობდა, ბაფეტი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა ამას და აფრთხილებდა, რომ სპეკულაციებზე დაფუძნებული მოგებები დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ის აჟიოტაჟში არ გაეხო.
ის ფიქრობდა, რომ ბაზარი იმდენად მაღალ ფასზე იყო, რომ მოგებები წლების განმავლობაში ნელა გაიზრდებოდა. რამდენიმე თვეში NASDAQ-მა დაიწყო ვარდნა, რომელმაც მისი ღირებულების დაახლოებით 3/4 გააქრა. Petscom-მა პირდაპირ ნულამდე დაიწია. Microsoft-ის აქციები ერთ წელიწადში 50%-ით დაეცა. დასაბრუნებლად 17 გრძელი წელი დასჭირდა. Intel-მა კიდევ უფრო ცუდად ივაჭრა. რა აერთიანებს ამ ორ მომენტს? ეს არ არის იღბალი. როცა 1979 წელს გვერდზე გადგა, მისი არგუმენტი მარტივი იყო. ვერ პოულობდა არაფერს, რაც გონიურულ ფასად ღირდა. მან კრახი არ უწინასწარმეტყველები ეყოლებია. მან უბრალოდ დაინახა სხვაობა იმაში, თუ რამდენად ღირდა ბიზნესი და რამდენს იხდიდნენ ადამიანები. ის კრიზისს არ წინასწარმეტყველებს ხოლებს. ის უბრალოდ უყურებს სხვაობას, ფასსა და ღირებულებას შორის და მხოლოდ მაშინ გადგება გვერდზე, როცა ეს სხვაობა ძალიან ფართოვდება. ორი გასვლა, ორი მომენტი, როცა გვერდზე გადგა. ეს თითქმის არასდროს გაუკეთებია. ეხლა ამ ყველაფერს დაედეთ 2026 წლის დასაწყისი. ASX-ს საფონდო ბირჟის საერთო ღირებულება რეალურ ეკონომიკასთან შედარებით კვლავ ისტორიულად გაწელილ დონეზეა. ზოგიერთი მაჩვენებლით ის ემთხვევა წინაპირებს, სხვებში კი აჭარბებს მათ. ბაფეტს ამასთვის სახელიც აქვს. ბაფეტის ინდიკატორი. ის აჯამებს ყველა აქციის ღირებულებას ეკონომიკის ზომასთან შედარებით. ის ამბობს, თუ საშიშროების ზვარი 200%-ს მიუახლოვდა, ცეცხლთან თამაშობ. ამ დონეს მიაღწია 1999 წელს კრახამდე ცოტა ხნით ადრე. 2026 წლის დასაწყისში ისევ იმ დონეზეა. ბაზარს ახლა რამდენიმე ტექნოლოგიური გიგანტი აკონტროლებს, რომლებიც ცნობილია როგორც დიდებული შვიდეული. ესენია: Apple, Microsoft, Nvidia, Amazon, Alphabet, Meta და Tesla. ზოგიერთ მხოლოდ ამ 7 კომპანიის წილი მთლიან S&P 500-ში მესამედს შეადგენდა. ესეთი კონცენტრაცია ნიშნავს, რომ მცირე ჯგუფი აქციებისა ბაზრის მოძრაობის დიდ ნაწილს განაპირობებს. მსგავსი ტენდენცია იყო 1979 წელს Nifty 50-ის ეპოქაში. ბაფეტისთვის ეს უფრო ამოცნობის საკითხია ვიდრე პროგნოზის. რადგან როდესაც იგივე სტრუქტურა ისევ ჩნდება, ეს როგორც წესი შემთხვევითი არ არის. წლების განმავლობაში Apple ბაფეტის ხელშეუხებელი ფავორიტი იყო. ის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც როგორც ამბობდა, ნამდვილად ესმოდა. შემდეგ კი მანის მნიშვნელოვნად შეამცირა. 2022-დან 2024 წლამდე Apple-ის გაყიდვები წელიწადში დაახლოებით 1.5%-ით გაიზარდა. წარმატებული კომპანია, უეჭველად, მაგრამ სწრაფად მზარდი არაა. ამავე დროს აქციების ფასი კვლავ იზრდებოდა. 2024 წლისთვის ინვესტორები კომპანიის წლიური მოგების 30-ჯერ მეტს იხდიდნენ, რომ მისი აქციები ჰქონოდათ. აქციების ფასი საგრძნობლად უსწრებდა რეალურ ბიზნესს. Apple-ის ზრდა მოგვიანებით კვლავ გააქტიურდა, რადგან ახალი iPhone-ების ციკლებმა გაყიდვები 2025 და 2026 წლებში გაზარდა. მაგრამ დრო გადამწყვეტია. სანამ ზრდა დაბრუნდებოდა, ფასი უკვე ბევრად წინ იყო წასული. სწორედ ამას ეძებს ბაფეტი. მას თითქმის ყველაზე უკეთ ესმის, რა ხდება შემდეგ. შესანიშნავი ბიზნესი შეიძლება კარგად მუშაობდეს, ყოველ წელს ზრდიდეს მოგებას, მაგრამ აქცია მაინც შეიძლება კრახი განიცადოს. რატომ? იმიტომ რომ ფასი იმ მომავალზე იყო დამოკიდებული, რომელიც არასდროს დადგა. ის არ ყიდდა აქციებს, იმიტომ რომ Apple ცუდი ბიზნესი იყო. ის ყიდდა, რადგან აქცია და ბიზნესი ორ განსხვავებულ ამბავს ხვებოდა. ერთ მომენტში ბაფეტს უნდა გადაეწყვიტა, რომ მოსენდობოდა, მაგრამ Apple მარტო არ იყო. უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 2024 წელს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში $200 მილიარდ მეტი ჩადეს. Microsoft, Google, Amazon და Meta ლიდერობდნენ ამ პროცესში, აშენებდნენ მონაცემთა ცენტრებს და Nvidia-სგან ჩიპების მთებს ყიდულობდნენ. ეს იყო ხარჯების რბოლა, რომელიც იშვიათად გვინახავს. ხოლო ანაზღაურება რეალური მოგება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებიდან მოდიოდა. Goldman Sachs-მა ეს საფუძვლიანად გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ მოგება ძალიან მწირი იყო. OpenAI არის ხელოვნური ინტელექტის ბუმის მთავარი მაგალითი. მსოფლიო მას ფულის მანქანად აღიქვამს, თუმცა მისი საკუთარი მონაცემები უფრო ბნელ სურათს აჩვენებს. კომპანია მილიარდებს გამოიმუშავებს გაყიდვებიდან, მაგრამ გაცილებით მეც კარგავს, ვიდრე შეულობს. ყოველი გამომუშავებული დოლარისთვის ის ხარჯავს $1.25. და ფული ამ გიგანტებს შორის უცნაურ წრეში მოძრაობს. Nvidia მილიარდებს დებს OpenAI-ში. შემდეგ OpenAI ამ ფულს Nvidia-ს ჩიპების შესაძენად ხარჯავს. Microsoft-იც მილიარდებს აძლევს OpenAI-ს, მაგრამ ნაწილი ამ თანხისა Microsoft-ის საკუთარი ღრუბლოვანი სერვისის კრედიტის სახით მოდის. ფული 1 ჯიბიდან გადის და ისევ მეორე ჯიბში ბრუნდება, eBay-ში ბრუნდება. ამ ყველაფერს არ სჭირდება რეალური გარე მომხმარებელი, რომ მოგება მიიღოს. ფული უბრალოდ ერთი გიგანტიდან მეორეში ტრიალებს. გარედან წარმატებულ ბიზნეს ეკოსისტემას გავს. ამის ნაცვლად ეს უბრალოდ დახურული წრეა, სადაც კორპორაციები ერთმანეთს უხდიან. 1990-იანი წლების ბოლოს dot-com-ის ბუმის დროს მთელ ქვეყანაში ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები გაიყვანეს. კომპანიები ფიქრობდნენ, რომ ინტერნეტზე მოთხოვნა ერთ ღამეში აფეთქდებოდა. ასე არ მოხდა. ყოველ შემთხვევაში საკმარისად სწრაფად არა. ამ კაბელების უმეტესობა წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო, ხოლო კომპანიები, რომლებმაც ისინი დააგეს, გაკოტრდნენ. ბაფეტის გარდაცვლილი პარტნიორი ჩარლი მანგერი თითქმის იგივე თქვა ხელოვნური ინტელექტის აჟიოტაჟზე, სანამ გარდაიცვლებოდა. ბოლო ინტერვიუებში მან მკაცრად გააკრიტიკა აჟიოტაჟი, უწოდა მას სიგიჟე და შეადარა კრიპტოვალუტის გაუგონარ ფსონებს. მან თავისი ბოლო დღეები გაატარა იმაში, რომ ყველა საფრთხილებდა, ვინც კი მოусმენდა.
ტექნოლოგიური სამყარო ისევ აგებს ჯარბკაბელურ ინფრასტრუქტურას, უბრალოდ უფრო სწრაფად. მაშ რა გამოშთავს ამჯერად? გამაფრთხილებელი ნიშნები არასდროს იყო საფონდო ბირჟაზე. ისინი შრომის ბაზარზე იყო და ბაფეტის გაყიდვებით თითქმის სრულყოფილად დაემხვა ამას. კლაუდია სოუმმა, ფედერალური რეზერვის ყოფილმა ეკონომისტმა, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რეცესიის გამაფრთხილებელი სისტემა შეიმუშავა. ის მხოლოდ ერთ რამეს აკვირდება: უმუშევრობას. უფრო კონკრეტულად, ის ეძებს უმუშევრობის მაჩვენებლის ძალიან სპეციფიკურ ცვლილებას, რომელიც ყოველთვის ჩნდება, როცა ეკონომიკა დაღმასვლას იწყებს. წესი მარტივია. ის აკვირდება უმუშევრობის სამთვიან საშუალო მაჩვენებელს და ადარებს მას გასული წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს. როცა საშუალო მაჩვენებელი 9 პუნქტით აჭარბებს ყველაზე დაბალ ნიშნულს, ისტორია ამბობს, რომ რეცესია სავარაუდოდ უკვე დაწყებულია. 1950 წლიდან მოყოლებული 11 რეცესიაში ეს განგაში ყოველთვის ჩაირთო. 2024 წლის აგვისტოში განგაში ზვარი კვლავ გადაილახა. მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულზე 0.53 პუნქტით მაღლა ავიდა. ბაფეტის ყველაზე მასიური გაყიდვები, როგორც Apple-ის, ასევე Bank of America-ს აქციებში, ზუსტად ერთსა და იმავე პერიოდში არ მოხდარა. მან Apple-ში თავისი წილი თითქმის 50%-ით შეამცირა 2024 წლის აპრილიდან ივნისამდე. Bank of America-ს აქციების გაყიდვები კი ივლისიდან სექტემბრამდე განხორციელდა, როცა წითელი ზვარი გადაილახა. ზუსტად იმ მომენტში ყველაზე ფრთხილი ინვესტორი ცოცხალ ინვესტორებს შორის გასასვლელისკენ გაემართა. იგივე შრომის ბაზრის განგაშის სიგნალი ისევ გაისმა 2001 წელს, dot-com-ის ბუშტის აფეთქებიდან 16 თვის შემდეგ, რაც 2000 წელს დაიწყო. ის ისევ გაისმა 2008 წლის დიდი კრახის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ და კიდევ ერთხელ 2020 წლის შოკის შემდეგ. ყოველ ჯერზე ის ოფიციალურ მონაცემებზე ადრე ისმოდა. აქციების ფასები კი შეიძლება წლების განმავლობაში რეალობას აცდენილი დარჩეს. ისინი შეიძლება გაიზარდოს ოპტიმიზმით, იმპულსით და რწმენით, რომ ხვალ უკეთესი იქნება ვიდრე დღეს. დასაქმება კი სხვაა. იმ წამს, როცა რეალური კომპანიები რეალურ სამუშაო ადგილებს ამცირებენ, რაღაც შიგნით უკვე გატეხილია. სომის წესი 2024 წელს ამოქმედდა, მაგრამ რეცესია, რომელსაც ყველა ელოდა, ბოლომდე არ დადგა. ამის ნაცვლად, ფედერალურმა რეზერვმა შეამცირა საპროცენტო განაკვეთები, დასაქმება დასტაბილურდა და ეკონომიკამ შეძლო უფრო რბილი დაშვება. 2026 წლის დასაწყისისთვის მაჩვენებელი ნორმალურ დონესთან დაბრუნდა. თვითონ სომიც კი აფრთხილებდა, რომ მას კრისტალურ ბურთად არ უნდა მიეღოთ. ის ამტკიცებდა, რომ პანდემიის შემდეგ შრომის ბაზარი იმდენად უჩვეულო იყო, რომ შესაძლოა წინა ციკლების მსგავსად არ მოქცეულიყო. თუ ეს მხოლოდ მოკლევადიანი რეცესიის პროგნოზი იყო, სწორედ ახლა ჰქონდა შანსი დაბრუნებულიყო. შეეძლო ეღიარებინა, რომ ადრე იჩქარა და ისევ შეეძინა ბაზარზე, რომელმაც მისი პროგნოზი არ გაამართლა. ამის ნაცვლად მან საპირისპირო გააკეთა. Berkshire Hathaway-ის ნაღდი ფული რეკორდულ დონემდე გაიზარდა, მაშინაც კი როცა შიში თითქოს უკვე გადავლილი იყო. და ეს ბევრს ნიშნავს. ბაზარი ისე იქცეოდა თითქოს საფრთხე უკვე დასრულებული იყო. ბაფეტი ისე იქცეოდა თითქოს საფრთხე ჯერ არ მოსულიყო. ბაფეტს თითქოს წმინდა კავშირი უნდა ქონოდა Bank of America-სთან. 2011 წელს ეს ინსტიტუტი სერიოზულ კრიზისში იყო. ბაფეტი გამოჩნდა 5 მილიარდი დოლარის დახმარებით და საჯარო ნდობის გამოხატვით. ამ ნაბიჯმა მთელი ბანკი დაასტაბილურა. ის მისი თეთრი რაინდი იყო. მან თავისი წილის გატიდვა 2024 წლის ივლისში დაიწყო და ამას 2026 წლამდე აგრძელებდა. ბანკის დოკუმენტებში დამალულია აქტივი, რომელსაც ეწოდება ვადამდე შესანახი ობლიგაციები. ბანკმა ისინი მაშინ შეიძინა, როცა საპროცენტო განაკვეთები თითქმის ნულთან იყო, გეგმავდა მათი წლობით შენახვას. შემდეგ განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა და ყველა იმ ძველი დაბალპროცენტიანი ობლიგაციის საბაზრო ღირებულება დაეცა. ზიანი უზარმაზარი იყო. 2023 წლისთვის Bank of America 100 მილიარდ დოლარზე მეტი არარეალიზებული ზარალი ჰქონდა. ფიგზე ეს მაჩვენებელი 130 მილიარდს გადააჭარბა. წარმოიდგინე, ბუშტის პიკზე სახს ყიდულობდა IAP იპოთეკას აფორმებ. შემდეგ საპროცენტო განაკვეთები ორჯერ იზრდებადება და უძრავი ქონების ბაზარი ინგრევა. შენი სახლი უცებ ბევრად ნაკლებად ღირს, ვიდრე გადაიხადე. ვერ ყიდი. გაყიდვა დიდ ზარალს დაგაკისრებს, რაც შეიძლება მთლიანად გაგანადგუროს. ამიტომ ვცდილობ, მოითმინო და დაელოდო. ფლობ რაღაცას, რაც ჩუმად გარგავს ღირებულებას და ლოცულობ, რომ ბაზარი პირველმა აღდგეს. ამას ეწოდება დაფარვამდე შენახვის მახე. ეს 100 მილიარდ დოლარიანი შავი ხვრელი თითქმის 7 ჯერ მეტი იყო, ვიდრე ის ზარალი, რომელმაც 2023 წელს Silicon Valley ბანკი გაანადგურა. ბანკი რამდენიმე დღეში გაქრა. იმ მომენტში, როცა დეპოზიტორებმა საფრთხე გააცნობიერეს, ზეწოლა Bank of America-ზე არ გაქრა. ის დარჩა. ეს მხოლოდ ერთ ბანკს არ ეხება, ეს მთელი სისტემისთვის საფრთხეა. თითქმის ყველა დიდი ამერიკული გამსესხლებელი ივსებდა იმავე დაბალპროცენტიანი ობლიგაციებით IAP ფულის წლებში. JP Morgan-მაც ასე მოიქცა, ასევე რეგიონულმა ბანკებმაც. და ახლა ისინი ყველა იმავე დაფარულ ზარალზე სხედან. თავისთავად ეს ზარალი სასიკვდილო არ არის. ბანკს შეუძლია უბრალოდ დაელოდოს ობლიგაციების ვადაგასვლას და მიიღოს მათი სრული ღირებულება. პრობლემა ისაა, რომ ბანკები ვერ აკონტროლებენ, როდის მოითხოვენ დეპოზიტორები თავიანთი ფულის დაბრუნებას და თუ გატანები იწყებთ აგროვებას, ლოდინი აღარ არის გამოსავალი. ობლიგაციები უნდა გაიყიდოს და ზარალი თეორიული აღარ არის. Silicon Valley ბანკმა დაამტკიცა, რამდენად სწრაფად ვითარდება ეს სასიკვდილო სპირალი. ამას მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდა.
Warren Buffett-ი ბანკებს თითქმის ყველაზე უკეთ იცნობს. მან საკუთარი ფულით გადაარჩინა Bank of America. მან დაინახა რა მოდიოდა და შემდეგ უბრალოდ წავიდა. 2 წლის განმავლობაში ყველა აკვირდებოდა ინვერტირებულ შემოსავლიანობის მრუდს. მოკლევადიანი ობლიგაციები უფრო მეტს იხდიდა ვიდრე გრძელვადიანი. ეს არის ნიმუში, რომელიც თითქმის ყველა თანამედროვე რეცესიას წინ უძღოდა. მაგრამ ინვერსია ხშირად მხოლოდ გაფრთხილებაა. ნამდვილი პრობლემები, როგორც წესი, შემდეგ იწყება, როცა მრუდი იწყებს დაბრუნებას და ეკონომიკა ეწევა იმას, რასაც ობლიგაციების ბაზარი მთელი ამ დროის განმავლობაში მიანიშნებდა. წარმოიდგინეთ ეს როგორც მიწის ძვრის გამაფრთხილებელი სისტემა. ინვერსია არის ადრეული ბიძგი, გრძელი და დაბალი გრუხუნი, რომელიც ამბობს, რომ წნევა გროვდება. ყველა ემზადება გრუხუნის დროს. მაგრამ ნამდვილი ზიანი, ის ნაწილი, რომელიც შენობებს ანგრევს, მაშინ მოდის, როცა რხევა წყდება და მიწა უცებ ჩერდება. ეს ჩადგომა არის ინვერსიის დასრულება. ასე შეკუშის მრუდი სწორედ ამ ფაზაში შევიდა 2024 წლის ბოლოს. ნორმისკენ დაბრუნება დაიწყო 2025 წლის განმავლობაში და გაგრძელდა 2026-ში. 2022 და 2023 წლების რეკორდული ინვერსია ახლა უკვე იწყებს დასასრულებას. ეს იგივე თანმიმდევრობაა, რაც 2000 და 2008 წლების რეცესიებამდე გამოჩნდა. არა იმიტომ, რომ ინვერსიის გარეშე მრუდი თავისთავად საშიშია. ის საშიშია იმის გამო, რაც მას ჩვეულებრივ იწევს. მრუდი ნორმალიზდება მაშინ, როცა ფედერალური რეზერვი იწყებს საპროცენტო განაკვეთების შემცის შემცირებას და ფედი საგანგებო მუხრუც არაჭერს, როცა გზა სუფთაა. ინვერსიის გაუქმება არ არის ქარიშხლის მიზეზი. ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველაზე მეტი მონაცემის მქონე ადამიანებმა გადაწყვიტეს, საქმე სერიოზულადაა და მათ რეალურ დროში შეუძლიათ ნახონ, როგორ ჩნდება ბზარები. იმ დროისთვის, როცა განგაში წყდება, მათ უკვე დადაწყვიტეს, რომ მიწა მალე დაიძვრება, ხოლო ჩვეულებრივი ინვესტორი კი უბრალოდ უყურებს, როგორ უბრუნდება მრუდი ნორმალურ მდგომარეობას და შვებას გძნობს. მათთვის ეს კარგი ამბავია. შეხედეთ მთელ დროის ხაზს და სურათი ნათელი ხდება. სამუშაო ადგილების შესახებ გაფრთხილება 2024 წელს გამოჩნდა. ბაფეტის ყველაზე დიდი გაყიდვებით დაახლოებით იმავე პერიოდში მოხდა. მოსავლიანობის მრუდი ნელ-ნელა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებოდა. ბანკები კვლავ განიცდიდნენ ზარალს საპროცენტო განაკვეთის შოკის გამო. კვარტალიდან კვარტალამდე კი ბერკშირის ნაღდი ფული სულ უფრო იზრდებოდა. ამ მოვლენებიდან თითოეული ცალკე შეიძლება უგულებელყოთ, მაგრამ ერთად ისინი ხსნიან, რატომ არ იქცეოდა ბაფეტი ისე, თითქოს საფრთხეები უკვე წარსულში იყო. ის ყიდდა. ის აგროვებდა ნაღდ ფულს და ამას აგრძელებდა მაშინაც კი, როცა ბაზრები ახალ მაქსიმუმებს აღწევდნენ. ეს არის მთავარი, რადგან ბაფეტი არ არის ცნობილი ბაზრის კრახების წინასწარმეტყველებით. ის ცნობილია იმით, რომ უარს ამბობს ხვალინდელი ფასების გადახდაზე დღეს. და 2026 წლის დასაწყისისთვის მას თითქმის 400 მილიარდი დოლარი ჰქონდა, ელოდა რაღაცას, რაც მისი აზრით ლოდინად ღირდა. ეხლა ჩვენ ბაფეტის საბოლოო ეტაპს უახლოვდებით. 2024 წლის ბოლოსთვის ბერკშირის სახაზინო ვალდებულებების მოცულობამ დაახლოებით 288 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს უფრო მეტი მოკლევადიანი სახელმწიფო ვალი იყო, ვიდრე იმ დროს თავად ფედერალური რეზერვი ფლობდა. 2026 წლის პირველი კვარტლისთვის ბერკშირის მთლიანი ნაღდი ფულის მოცულობა თითქმის 400 მილიარდ დოლარს უახლოვდებოდა. ბაფეტმა მთელი თავისი კარიერა გაატარა იმაში, რომ ინვესტორებისთვის ეთქვა, ნაღდი ფული საშინელი გრძელვადიანი აქტივია. მაშ, რატომ აღმოჩნდა, რომ მას უცებ იმაზე მეტი ნაღდი ფული ჰქონდა, ვიდრე ოდესმე? პასუხი ისაა, რომ ბაფეტი ნაღდ ფულს არასდროს აღიქვამდა როგორც ინვესტიციას. ის მას კედვის ძალად აღიქვამს. როცა აქტივები ძვირდება, ნაღდი ფული უმოქმედოდ გამოიყურება. როცა აქტივები იაფდება, ნაღდი ფული ძალიან სწრაფად ხდება ფასეული. მან ეს სტრატეგია უკვე გამოიყენა. 2008 წელს, როცა დანარჩენი ფინანსური სისტემა ლიკვიდობისთვის იბრძოდა, ბაფეტი ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი იყო, ვისაც მისი მიწოდების შესაძლებლობა ჰქონდა. მან Goldman Sachs 5 მილიარდი დოლარის მაშველი რგოლი გადასცა. პირობები იმდენად კარგი იყო, რომ მათ დღემდე ასწავლიან ბიზნეს სკოლებში. ანალოგიური შეთანხმება გააფორმა General Electric-თანაც. მას ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული და გამბედაობა, რომ გამოეყენებინა. მან 2008 წლის კრახი არ იწინასწარმეტყველა, უბრალოდ მზად იყო ამისთვის. ეხლა განსხვავდება მხოლოდ ფულადი რეზერვის მოცულობა. 2008 წელს ის მუშაობდა ათეულობით მილიარდით. 2026 წლის დასაწყისისთვის ეს თანხა დაახლოებით 400 მილიარდამდე გაიზარდა და მან ეს განზრახ გააკეთა გახურებული აღმავალი ბაზრის პიკზე. მან ეს ფული კრიზისის დროს არ მოუგროვებია. ის აგროვებდა ნაღდ ფულს მაშინ, როცა ყველა სხვები ხარჯავდნენ მას. შემდეგ მან Greg Abels გადასცა დატენილი იარაღი და ევთი ბრძანება. დაელოდე. და თავად ეს გადაცემა არის გზავნილის ნაწილი. კაცი, რომელსაც ნამდვილად სჯეროდა, რომ კარგი დროების სამუდამოდ გაგრძელდებოდა, არ გადადგებოდა. ის თავის ბოლო მოქმედებას როგორც ბოსი არ დახარჯავდა ყველაფრის ნაღდ ფულად გადაქცევაში. ის დააბანდებდა, მაგრამ ბაფეტს უნდოდა, რომ Berkshire Hathaway დაეცვა და მყარ საფუძველზე დაეყენებინა. მას სურდა, რომ კომპანია მყარად მდგარიყო, ვინც არ უნდა ქონოდა გასაღებები, როცა ცუდი დრო დადგებოდა. ეს არის მისი ცივი, დაუნდობელი გენიალურობა. ყველა დანარჩენი ხედავს კაცს, რომელიც მხიარობას გვერდსულის. სინამდვილეში კი მან უფრო მარტივი და უფრო საშიში რა უფრო საშიშენა. მან ეს კვარტალის შემდეგ გააშენა, მაშინ როცა ყველა დანარჩენი წვეულებას უერთდებოდა. ეხლა ბაფეტი ელოდება, როდის შეწყდება მუსიკა. რას აკეთებს Warren Buffett-ი, სხვებისგან განსხვავებულად, რაც ასე წარმატებულს ხდის მას? გაიგეთ ვიდეოში.
აი ასე გამოიმუშავა უორენ ბაფეთმა 85 მილიარდი დოლარი. ან დააწკაპუნეთ აქ. აქ.